მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი თემა არის დაცვის მოწყობილობები. Თვითონაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა მოწყობილობით გვაზღვევს ჩვენი მეწყვილე. დაზღვევის სისტემები ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენ ერთ ვიდეოში ვერ შევძლებთ მათ ყველას განხილვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ძირითადი პრინციპები. დაზღვევის სისტემების სამი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი ეს არის ავტომატური სისტემები, როგორიც არის Grigri, Neoxian, Pinchi, სადაც თოკის ჩაკეტვა ხდება დამატებითი მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ჭედავს თოკს მექანიზმსა და თვითონ მოწყობილობის კორპუსს შორის. მეორე დამხმარე სისტემები, რომელსაც არ აქვს დამატებითი მოძრავი დეტალები, მაგრამ თვითონ ჭრილი კარაბინს აძლევს ისეთ ტრაექტორიას, რომ თოკი იჭედება კარაბინსა და თვითონ მოწყობილობის კორპუსს შორის. და მესამე, ეს არის უბრალოდ დამხმარე მოწყობილობები, სადაც თოკი არ იკეტება, მაგრამ მოწყობილობა ქმნის მეტ ხახუნს თოკის დატვირთვის შესამცირებლად. ესეთი სისტემები შეიძლება იყოს როგორც ორ თოკზე გათვლილი, ასევე ცალი თოკისთვის გათვლილი. ასევე შესაძლებელია იყოს ნახევრად ავტომატური სისტემები, რომლებიც არის ორ თოკზე გათვლილი, მაგალითად Climbing Technologies Alpha Inapi, მაგრამ მე პირადად არ ვიცი სისტემა, ავტომატური სისტემა, რომელიც მუშაობს ორ თოკზე. აგრეთვე დიდი წონის და შეზღუდული ფუნქციონალის გამო ავტომატური სისტემებს პრაქტიკულად ჩვენ არ ვიყენებთ თაში. ამისთვის ვიყენებთ ჩვენ ნახევრად ავტომატურს ან დამხმარე მოწყობილობებს, რომელიც აგრეთვე ბევრად მსუბუქი არის და მათი ფუნქციონალი უფრო მაღალი არის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რომელი ტიპის მოწყობილობით ვდგავართ, იქნება ეს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან დამხმარე სისტემა. სისტემიდან მოწყობილობიდან გამომავალ თოკზე ხელის გაშვება კატეგორიულად არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. ეს განპირობებულია იმით, რომ დიდ შემთხვევაში მექანიზმა შეიძლება ან გვიან იმუშაოს, ან სულაც არ იმუშაოს და ხელის მოკიდებით ჩვენ ამ რისკებს ბევრად ვამცირებთ. ავტომატური დაცვის სისტემები, როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მათი მუშაობის ძირითადი პრინციპი მსგავსია. ეს არის ექსცენტრიული რგოლი, რომელიც მოძრაობს არა წრიული მიმართულებით, არამედ ექსცენტრიულად და თოკს ჭედავს ამ ექსცენტრიკის კუთხესა და მოწყობილობის კორპუსს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ ამ დივაისზე, ეს არის Edelridis Pinchi. ყველაზე დიდი განსხვავება სხვა სისტემებისგან არის, რომ მისი ჩაგდება დაცვის კამარში, შესაძლებელია როგორც კარაბინით, ასევე კარაბინის გარეშე. კიდევ ერთი განსხვავებელი არის ანტიპანიკ სისტემა, რომელიც მეტად უფრო უსაფრთხო არის დამწყებ სპორტსმენებისთვის. სხვა ყველა მოქმედების პრინციპი ამასაც ზუსტად ისეთი აქვს, როგორც მაგალითად Grips, ექსცენტრიკი, რომელიც გავსად მუშაობს. ნახევრად ავტომატური სისტემებისგან განსხვავდება მოძრავი დეტალების არარსებობით. და როგორც ხედავთ, მისი კორპუსი თვითონ მყარი არის და სპეციალური ჭრილი აქვს, რომელშიც კარაბინი მოძრაობს სპეციფიური ტრაექტორიით და თოკი იჭედება კარაბინსა და ამ მოწყობილობის კედელს შორის. ეხლა განვიხილოთ დამხმარე სისტემები. ეს სისტემები გამოირჩევა თავისი კომპაქტურობით და სიმარტივით. ზუსტად ამ მიზეზების გამო მათ მეტად იყენებენ მთაში. მაგრამ მათი გამოყენება უფრო დიდ გამოცდილებას მოითხოვს იმის გამო, რომ მოწყობილობიდან გამომავალი თოკი ფაქტობრივად თავისუფლად არის და მასზე ხელის გაშვების შემთხვევაში სპორტსმენი უბრალოდ ჩამოვარდება ძირს და ჩვენ მას ვერ დავიჭერთ. მსგავსი მოწყობილობები შეიძლება იყოს როგორც ორ თოკზე გათვლილი, ეს ასევე ცალ თოკზე. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ ესეთ ძველი უკვე
მორალურად მოძველებული ტიპის მოწყობილობაზე, რვიანზე, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ იყენებენ ცოცვისთვის და ალპინიზმისთვის. და კანიონინგში გადავიდა მსგავსი მოწყობილობები, მაგრამ დღემდე ბევრი ხვდება, ვინც ამას კლდეზე იყენებს. ძალიან ბევრი მინუსი აქვს ამ მოწყობილობის გამოყენებას. პირველ რიგში რო თოქს ახვევს, მეტი ცვეთა, უფრო აფუჭებს თოქს, არასწორად ჩაგდების შემთხვევაში შეიძლება კარაბინი გატეხოს. ამიტომაც მე პირადად არავის არ ურჩევ რვიანის გამოყენებას სპორტული ცოცვისთვის ან ალპინიზმისთვის. ერთადერთი შემთხვევა, სადაც შეიძლება იყოს გამართლებული ამის გამოყენება არის ის, რომ უბრალოდ სხვა დივაისი არ გქონდა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არ გირჩევთ ამ დივაისის გამოყენებას და მით უმეტეს სპორტული ცოცვისთვის ან ალპინიზმისთვის ამ დივაისის ყიდვას საერთოდ ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი. დაცვის სისტემის გამოყენებისას მნიშვნელოვანია სწორედ ჩავდოთ თოკი მოწყობილობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობის გამოყენება შეუძლებელი იქნება. პირადი რჩევაა, რომ მოწყობილობის გამოყენების წინ გაეცნოთ ინსტრუქციას ან გაიაროთ ინსტრუქტაჟი კომპეტენტურ პირებთან. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვიწევს მოწყობილობის გამოყენება ის სიტუაციაში, სადაც არ უყავს პირი, ვისაც შეგვიძლია რჩევა ვკითხოთ, ანუ უბრალოდ პირველად გვიჭირავს ეს მოწყობილობა, ყველა მოწყობილობას აქვს დატანილი სწორი მიმართულების მხარე, ხელის მხარე და მცოცავის მხარე. რაც კარგი არის ჩვენ თავის გადასამოწყებლად, თუ ჩვენ ვიცით უკვე, მაგრამ ყოველი შემთხვევაში რო გადავამოწმოთ, ყოველთვის გაქვთ ესეთი მოკლე ინსტრუქცია თვითონ მოწყობილობაზე. თოკის დაზღვევის სისტემაში ჩაგდების შემდეგ დაზღვევის სისტემა ფაქტობრივად ყოფს თოქს ორ ნაწილად. პირველი ეს არის თავისუფალი მხარე, ანუ მოწყობილობიდან გამომავალი თოკი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება მცოცავის დაზღვევაში, ან ჯერ არ გამოიყენება მცოცავის დაზღვევაში და მეორე აქტიური მხარე, რომელიც მიდის უშუალოდ მოწყობილობიდან სპორტსმენამდე და რომელიც უშუალოდ იღებს მონაწილეობას დაზღვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არა მხოლოდ თოკის ჩაგდებას მოწყობილობაში აქვს მნიშვნელობა, არამედ როგორ გავუყრით კარაბინს ამ თუ იმ მოწყობილობაში. კარაბინის გაყრა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მოწყობილობიდან გამომავალი წვერი მხარე თოკის არ უნდა ედებოდეს კარაბინის მუხტაზე და ცოცვის ან დაზღვევისას არ უნდა გაგვიხსნას ეს კარაბინი. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი არის გრიგზე ან ნეოქსზე, როდესაც ჩვენ თოკის გადადება გვიწევს მარჯვენა მხარეს. აქედან გამომდინარე, კარაბინის მუხტა გეითი უნდა იყოს მოპირდაპირე მხარეს. ასევე გასათვალისწინებელია მოწყობილობის სწორი პოზიცია დამზღვევის მიმართ. თავისუფალი მხარე ყოველთვის უნდა იყოს დამზღვევისგან მოშორებით, ანუ ჩვენთან ახლოს უნდა იყოს მცოცავის მხარე და მოშორებით უნდა იყოს თავისუფალი მხარე. გამონაკლისია მხოლოდ ედეორიდის ედი ექვია მოწყობილობას, რომელიც აპრობირებულია როგორც ცოცვისთვის, ასევე სასიმაღლო სამუშაოებისთვის, მაგრამ საცოცად მას ძალიან ცოტა ვინმე იყენებს, უფრო სასიმაღლოზე იყენებენ. სასურველია დაცვაზე დგომისას გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული სეიფლოკ კარაბინები, რომელიც არ გვაძლევს კარაბინის ჩატრიალების საშუალებას და აქედან გამომდინარე ის არასწორად ვერ დაიტვირთება და ჩვენ შევძლებთ მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ დაცვაზე დგომაზე და არა კარაბინის გასწორებას. ეს არის დაცვის მოწყობილობების საბაზისო გამოყენების პრინციპები. ამით ეს თემა ამოწურული არ არის და უფრო ცვლად განვიხილოთ ზედა და ქვედა დაზღვევის განხილვისას. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები. ყველას უსაფრთხო და სასიამოვნო წესრიგს გისურვებთ.